ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს საპროტესტებენ თბილისში. აქცია უკრაინის საელჩოსთან მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქ ინციდენტიც მოხდა. დაკავებულია 2 ადამიანი. რა გახდა მომხდარის მიზეზი? დეტალებზე უკვე მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. მარიამ, რა მოხდა აქციაზე და ვინ არიან დაკავებული? დიახ, ამ წუთებში რუსეთის საელჩოსთან რჩებიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრები, ასევე მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. რამდენიმე წუთის წინ მოხდა ინციდენტი. აქ იმყოფებოდნენ გორიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას. სწორედ მათმა მოთხოვნამ გამოიწვია იმ მოქალაქეთა ჯგუფის გაღიზიანება, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და ისინი რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და დაუხიეს აქციის მონაწილეებს პლაკატი. ამის შემდეგ უკვე სამართალდამცველებმა დააკავეს 2 პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი არის არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრი დავით გოგოხია. ამის შემდეგ უკვე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე უკვე მოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიული არჩევანის რამდენიმე წარმომადგენლები. მათ როგორც იცით, აქცია ზუსტად 3 საათზე ჰქონდა დაანონსებული, თუმცა ადგილზე მოსვლის შემდეგ მათ გააკეთეს განცხადება, რომ აქციის გამართვის საშუალებას მას არ აძლევდა ის უკრაინის მხარდამჭერი მოქალაქეთა ჯგუფი და ამიტომ დღეს აქცია ყირიმი რუსეთია ამ სახელწოდებით აღარ გაიმართება. დააკავეს დავით გოგოხია. დათო გოგოხია დააკავეს. არ ვიცი, არ გვეუნებია წარმომადგენლები. აქ შეიკრიბა ხალხი აი რომლებიც ამბობენ, რომ ყირიმი არის რუსეთის ნაწილი. ესენი არის ადამიანები, არის საქართველოს მოღალატეები და ამათ გამო პოლიციამ დააკავა პატრიოტი ადამიანი, საქართველოს პატრიოტი ადამიანი. ეს არის სასიცხვილო, ეს ხალხი ხო სასიცხვილოა. პოლიციის და ხელისუფლების სირცხვილია ის, რომ პატრიოტ ადამიანებს აკავებენ მოღალატეების გამო. ეს არის ქალაქ თბილისის მერიის დადგენილება, რომლითაც ჩვენ კოალიცია ევრაზიულ არჩევანს მიეცა უფლება ჩაეტარებინა დღეს აქცია. არის აბსოლუტურად სანქცირებული, ასევე იყო გაფრთხილებული შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრის სახელზე იყო დაწერილი წერილი, რომ დაეცვა ჩვენი უსაფრთხოება. ყირიმში რუსეთის მოქალაქეებს 20 მილიონ მოსახლეობას აქვს უფლება ჩაატაროს რეფერენდუმი. ეს ერთი. მეორეს გეუბნებით, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჩაეტაროს მშვიდობიანი აქცია. რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ აქციას, ის უკრაინის საელჩოსთან დაიწყო რამდენიმე საათის წინ. აქ იყვნენ შეკრებილები მოქალაქეთა ჯგუფი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებდნენ, რომ ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს არ ექნება ლეგიტიმური ძალა და გმობდნენ რუსეთის აგრესიას. ჩვენ დასაპირისპირებლად არ მოვსულვართ, ჩვენ უბრალოდ მოგეხსენება დღეს ტარდება ყირიმში პუტინის რეფერენდუმი. საქართველოს საზოგადოების პატარა რამდენიმე ადამიანი საზოგადოებიდან ბაქტერიები ატარებენ პუტინის მხარდასაჭერ აქციას რუსეთის ყოფილ საელჩოსთან და ჩვენ ვაპროტესტებთ ამ აქციას, ვაპროტესტებთ პუტინის რეფერენდუმს ყირიმში. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ წინააღმდეგებით რეფერენდუმს, რომელიც დღეს ყირიმში ტარდება და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია დღევანდელი მოვლენა და უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა, როცა საქართველოში ხდება ესეთი აქცია ადამიანების ჯგუფის, რომლებიც უჭერენ მხარს ყირიმის რეფერენდუმს. უკრაინის მხარდამჭერი აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკრაინის საელჩოდან აქციის მონაწილეებთან გამოვიდა უკრაინის ელჩი. მან მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და მოგვიანებით ელჩმა კომენტარი ჟურნალისტებისთვისაც გააკეთა. მინდა მადლობა გადაუხადო ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და ძალის ხმევისთვის, რომ დაგვეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების დარღვევას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. უკრაინის ხელისუფლება აპირებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით. ამ დროისთვის ისევე როგორც უკრაინის საელჩოსთან, ასევე რუსეთის საელჩოსთან ხედავთ ალბათ, რომ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რაც შეეხება აქციას, ყირიმი რუსეთია ამ სახელწოდებით ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება, თუმცა უკრაინის საელჩოსთან ამ დრომდე კვლავ რჩებიან უკრაინის მხარდამჭერები.